საიდან იღებს სათავეს ბავშვების წამების შედეგად მიღებული გამაახალგაზრდავებელი ელექსირით ორგანიზმის გაჯანსაღება თუ შეცვლა. ეს ყველაფერი სათავეს იღებს ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც არსებობდა ასეთი კერპი მოლოხი, მელეხი, რომელსაც მსხვერპლად წირავდნენ ბავშვებს. ეს ტრადიცია სამწუხაროდ საქართველოშიც არსებობდა, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა მოსპო. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვები ამ რიტუალის პროცესისას? გადმოცემის თანახმად, ვინაიდან ბავშვები იბადებიან უცოდველები, მათ აქვთ უნარი დაინახონ მათ შორის ანგელოზები და დაცემული ანგელოზები. მათ აქვთ ასევე ორგანიზმში ის ნივთიერებები, რომელიც მათ ღმერთმა გადასცა და რომელსაც ადამიანები დროთა განმავლობაში საკუთარი ცოდვების გამო კარგავენ. ანუ ყოველი ადამიანი როცა იბადება, დაატარებს ორგანიზმით იმ ნივთიერებას, რომელიც არის სიწმინდის სიმბოლო და რომელიც მას უფალმა მისცა. და თუ ამ გამაახალგაზრდავებელ ნივთიერებას ბოროტი ხალხი ჩაიგდებს ხელთ და საკუთარ ორგანიზმში მოათავსებს, მათივე აზრით ისინი ორგანიზმს გაახალგაზრდავებენ და უფრო დიდ ენერგიებს შესძენენ. რასაკვირველია, ისინი ამას აკეთებენ დაცემული ანგელოზის ბრძანებით და რასაკვირველია, ასეთი ადამიანების სული მოხვდება ჯოჯოხეთში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ისინი 10-15 წლის სიცოცხლისთვის წირავენ თავიანთ სულს სამუდამო ტანჯვისთვის. არის ვერსიები, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი დედამიწაზე არც თუ ისე მცირეა. მე კონსპირაციულ თეორიებს არ ვეთანხმები, მაგრამ მათ შორის ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ ბერდებიან და უფალმა მაპატიოს და რომელთაც არაფერი ეტყობათ სიკეთის მხარეს დგომის. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და უფალმა დაგიცვათ ბოროტი ძალებისგან.